მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერე მეტრეველი. მოგესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე, რადიო პალიტრის ეთერით, ასე მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. როგორც იცით, დღეს რამდენიმე დაკავება განხორციელდა, დააკავეს ლევან ხაბეიშვილი, დააკავეს ასევე მურთა ზოდელავა და დააკავეს ჯუანშერ ბურჭულაძე. მივუყვეთ თანმიმდევრობით სუსმა რა ინფორმაცია გაავრცელა მაგალითად ლევან ხაბეიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხის შეთავაზების ბრალდებით არის დაკავებული. მოხელეთ ფულადი თანხის საჯარო დაპირების ფაქტზეა დაკავებული. სადაც სუსში განაცხადეს, რომ ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 329 მოხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებული იქნა ბრალდებული სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე და დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუსმა ასევე დააკავა მასთან ყოფი ერთად ყოფი მურთა ზოდელავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით ნაციონალური მოძრაობის პოლიციის საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან ერთად პოლიტიკოსი მურთა ზოდელავას დააკავეს. როგორც სუსში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, მურთა ზოდელავას სცადა გაქცევა, რადგანაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციულ სააგენტოს თანამშრომლებს და იძლევა და ერთ-ერთ მათგანზეო, ამბობს სუსი. ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად დააკავეს მურთა ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი. ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამავლის მიზნით სცადა გაქცევა, რადგანაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძლევა ერთ-ერთ მათგანზე მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 359 მოხლით კვალიფიცირდება, რაც 2 და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებსო. ნათქვამი ამ განცხადებაში. ჩვენ ახლა გვექნება ჩართვა სუსის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც იკრიბებიან ლევან ხაბეიშვილის პარტიის წევრები, მათი მხარდამჭერები. იცით, რომ ლევან ხაბეიშვილის მურთა ზოდელავაც აქტიურად იყვნენ ჩართულები 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში და ისინი ბუნებრივია ამ ყველაფერს სწორედ ამ აქციას და აქციის ორგანიზებას უკავშირებენ. ლაშა ფარულავა არის ხაზზე, როგორც ვიცი. მივესალმები მას. ლაშა, გამარჯობა, თუ გესმის ჩემი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გესმის ჩემი? ვერა, მოგესალმებით. ისმის ჩემი ხმა. მე არ მესმის ლაშას. მოკლედ. ხო, ლაშა, იქნება მოკლედ რომ შეგვიფასო გითხრა ეს დაკავება. პირველ რიგში უნდა ითქვასო 2 საათი გავიდა ლევანის დაკავებიდან და ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება ნახონ ლევან ხაბეიშვილი. ამათგან არაფერი არ არის გამორიცხული. ჩვენ არ ვიცით სად არის, როგორ არის. მიმდინარეობს თუ არა მასლის ზეწოლა, მათ შორის ფიზიკური. ამიტომ დაუყოვნებელი უნდა მიეცეს ადვოკატებს საშუალება რომ შევიდნენ და გაკეთდა კიდევაც განცხადება ლაშა ტყეშელაძის მხრიდან რომ სახალხო დამცველი იოსელიანი უნდა მოვიდეს ადგილზე. რაღა უნდა მოხდეს ქვეყანაში? მეტი აბსტრაქცია, სრული აბსტრაქცია და არა ბრალდება, რომელიც ბრიფინგზე გვამცნო სუსმა, ხო? ამ ტრუსკავიცა მდინარაძე, რომელიც არის შეშინებული, რომელიც არის ბოდიში და ჩაჯმული. ეშინია მას, რომ არავინ არ დაემორჩილება, ეშინიათ იმის, რომ აღარავინ აღარ აღმართავს ხელს ქართულ ხალხზე, არანაირი რეპუტაცია არც კობახიძეს, არც მდინარაძეს, არც პაპუაშვილს არ აქვს. ივანიშვილი წაქცეულია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი 4 ოქტომბერი, ამიტომ არის ჩვენთვის არა აქცია, არამედ დიდგორი. დიდგორი ქართველი ხალხისთვის. მაშინ, როდესაც არ არსებობს საგამოძიებო უწყება, მაშინ, როდესაც არ არსებობს სასამართლო, მაშინ, როდესაც არანაირი შესაძლებლობა არ არის, რომ შენი სიმართლე დაამტკიცოს, სისტემური სიფრუე, ძალადობა, მორალური ფარისევლობა, აი ამას ხედავთ ქართული ოცნების მხრიდან და ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის კიდევ ერთი ნიშანი ამ ყველაფრის და სიმბოლო რა არის, ხო? მდინარაძე რატო დანიშნეს? მდინარაძე იმიტომ დანიშნეს, რომ 4 ოქტომბერს როგორმე რამე მოიფიქრონ, ხალხი დაიჭირონ, დააშინონ, მაგრამ ნურას უკაცრავოთ, არავის არაფრის არ ეშინია. ლევან დაიჭერენ, მე გავაგზელებ მის ბრძოლას. მე დამიჭერენ, სხვა გააგზელებს ჩემ ბრძოლას. ეს ბრძოლა არის საქართველოსთვის, ეს ბრძოლა არ არის პარტიისთვის. ან არა აქვს ამ ბრძოლას პარტიული ჩარჩოები. ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა სამართლიანობისთვის და კი ჩვენ უნდა აღვადგინოთ კონსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში. ოპოზიციის მთავარი ლიდერი კორუფციასთან ნებრძოლი ადამიანი დაიჭირეს რაზე მერაბ
დაიჭირეს იმაზე, რომ ქთამი შესთავაზაო გედედეს თანამშრომლებსო. იმ თანამშრომლებს, რომლებმაც სასიკვდილოდ გაიმეტეს ლევან ხაბეიშვილი, რაზე ვლაპარაკობ? ეს არის სირცხული და თავის მოჭრა კიდევ ერთხელ ქართული ოცნების ფორმა შინაარსით დაკარგა ამ პოლიტიკურმა ძალამ. რუსული რეჟიმი კი არა, ესენი არიან არარაობები, ამიტომ მეგობრებო, 4 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი თარიღი, ეს არ არის აქცია, ეს არის ჩვენთვის დიდგორი. ან მოვიგებთ და გზებს ჩაუხერგავთ ივანიშვილს და მოვიგებთ ამ ბრძოლას, დავნიშნავთ თავისუფალ სამართლიან არჩევნებს და საკუთარ პოლიტიკურ პრეფერენციას ყველა დააფიქსირებს საარჩევნო უბანზე და ის იქნება თავისუფალი არჩევნები, ან წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს ავტოკრატიაში ცხოვრება, მოგვიწევს არა ბელარუსიაში, არამედ ივანიშვილის ჭორვილის მოდელად ქცეულ სახელმწიფოში ცხოვრება. ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ 4 ოქტომბერი, არამედ მათ შორის ყოველდღიური ბრძოლა. ახლა ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე ადვოკატები შევიდნენ და ნახონ ლევანი, რომელიც არის სრულიად უკანონოდ დაკავებული. და ყველას მოუწოდებ, რომ მოვიდნენ ვაჟა-ფშაველაძე მოდულის შენობასთან, იმიტომ რომ სახალხო წინააღმდეგობის გარეშე, ხალხის აქტიურობის გარეშე ვერაფერს ვერ მივახსოვს. ცალკეული ვერც ლევან ხაბეიშვილი, ვაშა ფაბილოვა იქნება თუ ლევან სალიკიძე, აი ამ ურჯულოებს ვერ დაამარცხებს. ხოლო ჩვენი ერთიანობა, ხოლო ერთიანი ბრძოლა და წინააღმდეგობა არის გამოსავალი. გასაგებია. მადლობა ლაშა ფარულავა, ნაციონალური მოძრაობის წევრი, გვერდთვებოდა სუსის მიმდებარე ტერიტორიიდან, როგორც ის ამბობს, დაკავებული ლევან ხაბეიშვილთან ჯერ ადვოკატი არ შეუშვიათ. შეგახსენეთ ლევან ხაბეიშვილი დააკავეს ქრთამის შეთავაზების ბრალდებით, თუმცა ის გახსოვთ მოუწოდებდა გედედეს თანამშრომლებს, რომ თუ არ დაარბევთ ხალხს, მე ჯილდოს გადმოგცემთ $200,000-ო. ნიკა სიმონიშვილი, ახალგაზრდების ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ადვოკატი, იურისტი და დავით გუმაშვილი, საჯარო მმართველობის ექსპერტი, ჯგუფი ფარის წევრი არიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ როცა გადაცემა დავგებო, მოგიწვიეთ მეგიდია სამიძის დაკავებაზე, ამაზეც ვისაუბროთ აუცილებლად. თუმცა ამასობაში აგერ ნახევარ საქართველოს დაიჭირეს, პლუს ჯუანშერ მურჯულაძეც მიაყოლეს და ამიტომ მოდი ამ თემით დავიწყოთ. ნიკა, შენგან დავიწყებ როგორც იურისტისგან, ამ ბრალდებაზე რა სიტყვი, რაც საუყენეს ხაბეიშვილსაც და მურთაზოდელოვასაც. მოგესალმებით, მაყურებელს მოგესალმები. ამ დღევანდელ ამბავს ორი მხარე აქვს პრინციპში, სამართლებრივი და პოლიტიკური, ეს მეორე უფრო საინტერესოა, მაგრამ სამართლებრივი ნაწილით დავიწყოთ უბრალოდ, რომ მაყურებლისთვისაც გასაგები იყოს, რომ ქართული ოცნება რასაც ფუთავს, ეს ასე მარტივად არ არის ეს ყველაფერი და ფორმალურადაც ეს დანაშაული არ არის, მაგრამ მეორე ნაწილი არის აქ უფრო საინტერესო, რაც უფრო პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება ქართული ოცნების. ნახეთ, ქართული ოცნება ამბობს იმას, რომ გდდ-ს თანამშრომლებს ხაბეიშვილმა შესთავაზა კონკრეტული თანხა იმისთვის, რომ რაღაც ქმედებები არ განეხორციელებინათ, ეს უკანონო ქმედებები არ განეხორციელებინათ, როგორც ამას თვითონ ამბობენ, რაც ქრთამის შეთავაზება არის, მაგრამ ქრთამის შეთავაზების ნორმა 329 მუხლზე არის აქ საუბარი, სისხლის სამართლის კოდექსის აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი და ეს გულისხმობს მიზანს, ანუ რაღაც მიზნით უნდა აკეთებდე ამას. ანუ პირადი ან მესამე პირისთვის, კონკრეტული მესამე პირისთვის სარგებლის, ანუ რაღაც ბენეფიტის მიღების მიზანი უნდა ჰქონდეს, ანუ რაღაც ანგარება უნდა ჰქონდეს, სარგებლის მიღების მიზანი უნდა გაგაჩნდეს, ანუ შენ ან მესამე პირი ამით რაღაც სარგებელს უნდა ნახულობდე. ნახეთ, აქ მთელი მომენტი რა არის? ერთია, რომ ფორმალურად ეს დანაშაულის შემადგენლობას მთლიანობაში არ იძლევა და ამას ვერ ადასტურებს უსი და ვერც დაადასტურებს, მაგრამ აქ მეორე მომენტი არის. მთელი პრობლემა იმაში არის, რომ რეალურად დღეს სამართალი მუშაობს მხოლოდ სხვამხრივად. ანუ ქართული ოცნება მხოლოდ სხვის ქმედებაში ხედავს უკანონობას, მაგრამ საკუთარში არ აქვს. ანუ ხოცური ლოგიკით გდდ-ს თანამშრომლებისთვის უკანონო დავალებების მიცემა, უკანონო აქციის დარბევის დავალების მიცემა, აქციის მონაწილეების წამება, მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშის წორება, ეს უკანონობას არ წარმოადგენს და ამისთვის თუ პრემიას მიცემ, ესეც უკანონო არ არის, მაგრამ კანონიერი ვერ იქნება ვერც ერთ შემთხვევაში და სისხლის სამართლის დანაშაულია ასევე ხოცური ლოგიკით, როდესაც ადამიანი გდდ-ს თანამშრომლებს ეუბნება, რომ შენ დანაშაული არ ჩაიდინო და დანაშაულის არ ჩადენის გამო
კონკრეტულ თანხას თავაზობს მაშინ, როდესაც პირადი გამორჩენის მიზანი მას არ გააჩნია. ამას იმქონებას დანაშაულად არ უყურებენ, ხო ითვლება. საკუთარ ქმედებაზე ხომ არ იტყვიან დანაშაული არის. ანუ რეალურად მთელი ამბავი აქედან იწყება, რომ როდესაც ხელისუფლების მხრიდან უკანონობის და დანაშაულებათა კასკადი ეწყობა, ხო? ანუ ასე დაუპირისპირდა, ასე გადაწყვიტა კონკრეტულად ამ პოლიტიკოსმა ამ ყველაფრის მიმართ დაპირისპირება, თუმცა სამართლებრივად თუ შევხედავთ ახლა ამ ყველაფერს, სამართლებრივ კონტექსტში ეს სისხლის სამართლის დანაშაულს 339 მუხლის შემადგენლობით ეს არ იძლევა, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი, პოლიტიკური მომენტი, რეალურად რას შეიძლება უკავშირდებოდეს. სხვა ჯუანშერ ბურჭულაძე ვახსენეთ აქვე. რეალურად ქართული ოცნება ხა სუსეს არ ვთქვამს ასე, მაგრამ სუსის და კონკრეტული ორგანოების გადაწყვეტილებების განმარტებას გვაძლევს ხოლმე ესე რომ ვთქვათ, ქართული ოცნების წარმომადგენლების განმარტება, ასე ვთქვათ, კომენტარები, განმარტებები თუ ასე შემდეგ. რეალურად მიზანი რა იყო ამ ყველაფერს? ანუ ბურჭულაძის, ჯუანშერ ბურჭულაძეზე რა თქმა უნდა, საუბარი დაკავების აი ერთ-ერთ ასე ვთქვათ კონტექსტში ამ ყველაფრის საზოგადოებასთან გამოტანა საბოლოოდ მოგცემს იმას, რომ ქართული ოცნება ისედაც ამაზე ლაპარაკობდა, რომ ღარიბაშვილის გარემოცვასთან პრინციპში უკვე აღარც მალავენ ამ შიდა დაპირისპირებას და პირდაპირ ანუ რას თქობით მოიხსენიებენ აღარ გავიმეორებ, ანუ პირდაპირ ღარიბაშვილის გარემოცვასთან აკავშირებენ ხაბეიშვილს და ანუ ამდენად უნდათ რაღაცა ერთიან ქვაბში მოხარშვა, თითქოს ნუ რაღაცა აი ამ ერთიანი რაღაცის გეგმის, ასე ერთიანი გეგმის ნაწილი იყო ეს ყველაფერი. მაგრამ აქ არის მეორე მომენტი, ხო, ხაბეიშვილის დაკავება რეალურად რაში დაჭირდათ. ანუ ჩვენ ხედავთ იმას, რომ პროტესტი არ იკლებს, ქვეყანაში პროტესტი კვლავ გრძელდება, მათ შორის ნებისმიერი მომდევნო უკანონო ქმედება ქართული ოცნების მხრიდან საზოგადოებაში კიდევ და კიდევ უფრო მეტად კრიტიკულად არის დანახული და პრინციპში 4 ოქტომბრის აქცია რაც არის დაგეგმილი, ნუ ამასთან დაკავშირებით ახლა განსხვავებული ხედვები არსებობს, რამდენად ასე ვთქვათ, ბევრი ხალხი იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ამ დიდი შეკრების, როგორც თვითონ ამბობენ, ამ დიდი შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი არის, ხო? და ის უკეთებს ანუ მოწოდებას ამ შეკრებისგან. შესაბამისად, ის რომ ამ შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, სწორედაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ სწორედ ახლა მოექცა, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება დიდი ხნით ადრე იყო გაკეთებული, ახლა მოექცა აგერ პირდაპირ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ლინკავენ ამ ადამიანს და პლუს ანუ ამ პროტესტამდე სულ რაღაც 3 კვირით, დაახლოებით 3 კვირით ადრე, ხო? ეს ყველაფერი პრინციპში მიანიშნებს იმას, რომ აქ პრინციპში სწორედაც პოლიტიკური მიზანი არის აქ მთავარი ამოსავალი, მით უმეტეს, როდესაც ამას არავითარი სამართლებრივი გამართლება არ გააჩნია. კი ბატონო, თქვენი შეფასება როგორია? თქვენც რომ მითხრათ, დავით გუნაშვილი ჯგუფს წარმოადგენს. ის თქვენთანაც იყო ხო გუშინ ჭრეკაზე შემოსული როგორც ერთობის ოფისში ამ შემთხვევაში. აი ამ დაკავებას რას უკავშირებს? მე ვეთანხმები ნიკას იმ ამბავში, რომ პროტესტი არსად არ მიდის, ამათმა ძალიან კარგად იციან, რომ წინააღმდეგობა მწიფდება, ადამიანების თვალში და გონებაში მათი ამ რეჟიმის მოცემულობა ნამდვილი იერსახე სულ უფრო და უფრო მკაფიო ხდება. აი საერთაშორისო იზოლაცია არ აღიარება, ეს ყველაფერი გააუჯდა ადამიანებს, ხვდებიან, რომ აქ ჩვენ მივექანებით შავი ხვრელისკენ, რასაც ქვია რუსული ტიპის მონათფლობელური სახელმწიფო. არავის არ უნდა არავის მონა იყოს. ხო? ვისაც არ უნდა მონა, მაგრამ არაფერი მონა იყოს, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ის აკვირდება ეხა ვიღაცას, ვისაც რაღაცის გაკეთება შეუძლია და რაღაცა ეძებს რაღაცა იმედს. ხო? და ეხა ჩვენ საზოგადოება ვართ ისეთ პროცესში, სადაც გადახარშვის პროცესში ვართ. ყველა ცალკეულ სეგმენტში, აი ყველაზე აქტიური საზოგადოება, შედარებით პასიური, აი ძალიან პასიური, აი ქვეყანა რო არ აინტერესებს, არჩევნებზეც რო არ დადის, ყველგან სადღაც რაღაც მოლოდინები ჩნდება ახლა. ეს რეჟიმა ძალიან კარგად იცის. რუსული რეჟიმია ეს და მათ ეს რუსული პრიზმიდან უყურებენ ამ ყველაფერს და იციან რომ ადრე თუ გვიან სანამ ამათ რეალურად რამოდენიმე თაობა მონობაში არ ამყოფებ, ესენი იქნებიან სულ ამბოხში. თან ახლა ცოტა ტემპერამენტიანი ხალხი ვართ ჩვენ და გვაქვს საინტერესო ისტორია სხვათა შორის, ხო? და შესაბამისად ესენი ახლა ცდილობენ რომ ნებისმიერი გამოვლინება, რომელიც შეიძლება იყოს იმედის მომცემი, რომელიც შეიძლება იყოს წამახალისებელი ამ შინაგანი წინააღმდეგობის, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ფორმები შეიძინოს და ასე შემდეგ, ეს როგორმე შეკვეცო. ეხლა ეს მიდგომა გაამართლებდა რაღაც ასე განგრძობად ხანგრძლივ პროცესში, ანუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ამათ ამის ფუფუნება არ აქვთ.
ესენი არიან შავ დღეში ახლა. თან ვაბანკზე არიან წასული, თან ისეთი თვითმყოფადებიც არ არიან, როგორც რუსული რეჟიმია რეალურად კრემლში ხომ ესეა. და ის კრემლის რეჟიმი ცალკე თავის უბედურებაში არის და აი ამ რყევებში არიან. მაგრამ ამავე დროს ვაბანკზე არიან წასული. მათ არ შეუძლიათ არც სისუსტის ჩვენება და ამავე დროს თან ძალიან ხისტებიც ვერ არიან, იმიტომ რომ ეს იწვევს კიდევ უფრო მეტი აჩქარებს პროცესებს. ამიტომ აი ამ დილემაში, აი ბიძინას, კობახიძეს, პაპუაშვილს და მთელ აი ამათ ასე ვთქვათ, ხროვას ამ დილემაში გამოვაწყობთ ჩვენ საქართველოს საზოგადოება. ეს არის გარდაუვალი. და არც ლევან ხაბეიშვილის დაჭერა უშველით მაგაც, არც დავით გუნაშვილის, არც ფარის თუ ერთობის ოფისში შეჭრა უშველით, არც მეგის დაჭერა, არა, ყველაფერი ეს იქნება კონტრპროდუქტიული თავიდან ბოლომდე. და შემიძლია ახსნა რატომაც. კი ბატონო, მაგაზეც ვისაუბრეთ, რატომაც მანამდე მაინტერესებს პოლიტიკურ შეფასებას საუბრობდი ნიკა შენ და ანუ აი ეს 4 ოქტომბრის შეეშინდა ასე გამოდის ხელისუფლებას რომ დაიწყო ამ ადამიანების ლევან ხაბეიშვილი თუ ლევან ხაბეიშვილი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო ამ ყველაფრის. ხო, ნახეთ ამ ყველაფერს წინ რა უძღო და ლევან ხაბეიშვილის ხათაშორის ბოლო პერიოდის განმავლობაში ავრცელებდა ისეთ ინფორმაციას, რომელიც შემდგომ ბევრ რაღაც გამართლდა. და ნამდვილი აღმოჩნდა, რაც სავარაუდოდ ახლა შიგნიდან უნდა გამოსულიყო ეს ამბები და რასაც ქართული ოცნების დღევანდელი წარმომადგენლების განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება დაკავშირებული იყოს ყოფილ თანაგუნდელებთან და ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან ამ ინფორმაციის გამოტანასთან დაკავშირებით. რაც შეიძლება ეს წყარო ის ადამიანები ყოფილიყვნენ. შესაბამისად ის ერთია ამ ადამიანებმა რა თქვეს, მაგრამ მეორეა ჩვენ არ გამოვრიცხოთ ის, რომ შეიძლება რამე კიდევ თქვან ამ ადამიანებმა, ხო? რომელიც შეიძლება კიდევ გამოვიდეს გარეთ. არ ვიცი მე რა შეიძლება იყოს, მაგრამ არ გამოვრიცხოთ ესეც. შესაბამისად მით უმეტეს, როდესაც ახლოვდება თუ გავიხსენებთ ივანიშვილის, ასე ვთქვათ, ივანიშვილის იმ მიდგომას, რაც პრინციპში 2012-ში პრინციპში მის თაოსნობით თავის დროზე გაკეთდა, რომ არჩევნების ბოლო მომენტში, რაღაც გადამწყვეტ მომენტში მან გარკვეული ასე ვთქვათ, პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა საზოგადოებისთვის შოკის მოსაგრად, ჩვენ არ უნდა გამოვიწყოთ ის რაღაც მსგავს მოელოდეს, იმიტომ რომ თვითონ ყველაზე კარგად იცის, როგორ შეიძლება ადამიანებზე ფსიქოლოგიურად იმოქმედოს შოკის მომგრელმა გარკვეული ინფორმაციის გავრცელება. ანუ არ უნდა გამოვიწყოთ ის, რომ შეიძლება გავრცელდეს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ზიანს მოუტანს მის ძალაუფლებას და ვის თუ არა იმ ადამიანებს, რომლებიც მისი ძალაუფლების ნაწილი იყვნენ, შეიძლება ჰქონდეთ ამის შესახებ ინფორმაცია და ასევე მტკიცებულებაც. ამიტომ ხაბეიშვილის თვალში სხვას მისცემენ, ხაბეიშვილი თუ არ იქნება ანუ რა ინფორმაციას, ანუ რა ეს ხაბეიშვილის დაკავება რატო იქნება მაგაზე? აქ უკვე მეორე მომენტიც მოდის. ჩვენ არ დაგვაუწყოთ ის, რომ ქართული ოცნების პარლამენტმა შეცვალა სისხლის სამართლის კოდექსი და მის თანდევი ცვლილებებიც მოაყოლა ამას, რაც ითვალისწინებდა ეკონომიკური დანაშაულებისთვის ძალიან მკაცრ პასუხისგებლობას. კი არა, ოჯახის წევრი რომ დაგეხმაროს მერე, ისიც კი მასაც კი დაიჭერდნენ და მოკლედ რაღაც გაუგონარი კანონპროექტი შემოიტანეს, რომელიც არ ვიცი, რაღაც მაფიოზური ანგარიშწორების კანონი უფრო არის, ვიდრე მას რამე სამართალთან კავშირი აქვს. ამიტომ ნახეთ აქ როგორი თემა არის. ჯუანშა ბურჭულაძე სწორედ იმ მუხლით აქვს აყენებული ბრალი, რომელიც აი ასეთ ბრუტალურ მოპყრობას ითვალისწინებს ჟავრდებულისთვის თუ სისხლის სამართლის განაჩენი დადგა. ამიტომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ეს მხოლოდ ბაჩიაშვილისთვის განკუთვნილი კანონპროექტი არ იყო, ის იყო განკუთვნილი კანონი სწორედ იმ ადამიანებისთვის, რომლებთანაც ივანიშვილს შესაძლოა სწორედაც სავაჭრო ჰქონდეს, ხო? ამიტომ რა ვაჭრობას აპირებს ამ ადამიანებთან და მათ რა ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს და როგორ შეიძლება შეევაჭროს სხვადასხვა ფორმით. ეს ამაზე ხა მე ძალიან გამიჭირდება საუბარი, მაგრამ არ უნდა გამოვიწყოთ, რომ ეს იქნება. დავით, თქვით, რომ ანუ ეს არ უშველესო ეს ყველაფერია, მაგრამ ფაქტია, ანუ ჯერჯერობით ისინი ხელისუფლებას ინარჩუნებენ და საკმაოდ კარგად იცნობენ თავს. 4 ოქტომბრის ორგანიზებაში არ თქვენ იყავით თუ არა ჩართულები და იღებთ თუ არა მონაწილეობას, მაგრამ რას ფიქრობ ეს დაკავებები უფრო მეტ ხალხს გამოიყვანს 4 ოქტომბერს თუ პირიქით შეიძლება განეიტრავდეს. იყო რაღაც ოპოზიციის ნაწილი, რომელიც საერთოდ მეორე ნაწილი ამას არასერიოზულად უყურებდა. აღმოჩნდა რომ ხელისუფლება უფრო სერიოზულად უყურებს, ხო? ხელისუფლება ნახეთ როგორ არის, ხელისუფლებისთვის არის ერთი მთლიანი პროცესი, მათი აი ამ რეჟიმის დამკვიდრების პროცესი. ამ ცდელობაში არ ვარ. ეს არჩევნებიც, ყველაფერი, რაც პოლიტიკური პროცესის იმიტაციას ქმნის, რაშიც სხვათა შორის ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობს და ძალიან სამწუხარო არის.
აი ყველა დანარჩენი პროცესი, ეს რეპრესიები, საკანონმდებლო გარემო, რომელზეც ნიკა საუბრობს, რომელიც არის სუფთა რუსული ტიპის და უფრო მკაცრი კიდე გარკვეულ ასპექტებში, ვიდრე რუსეთში არის. იქ არ ჭირდებათ, იქ მიღწეულია ეს მონათლობელური რეჟიმი მიღწეულია, იქ აიხნის წინ. და ანუ აქ ახლა არის დამკვიდრების პროცესი. ამიტომ ამათ ინსტრუმენტი რა არის? შიში და რეპრესია სოციო-ეკონომიკური ზეწოლა, ხო? წინა რეჟიმთან სხვა ტიპის მექანიზმი მუშაობს. თუ გადაიკვეთებოდი მათ ინტერესს ადრე კაფიოთ, იქ რაღაცა ფიზიკური ანგარიშტორების შიში გქონდა და ციხეში ჩასვლის და ასე შემდეგ. და ისე არ იქონდა მაინც და მაინც. უბრალოდ იყო რეჟიმული გარემო. აქ მასშტაბი მისცეს ამათმა და სოციო-ეკონომიკური ასე ვთქვათ ინსტრუმენტი შემოიტანეს და მასშტაბი მისცეს და ანუ ზოგადად შიმშილით მოვკვდები და ასე შემდეგ. რაღაცა ესეთი ტიპის შიში შემოიტანეს. სხვა ტიპის მიდგომას იყენებენ. 4 ოქტომბერზე მაინტერესებს თქვენი აზრი, თქვენ რას ფიქრობთ? 4 ოქტომბრის თემა, ანუ არჩევნები აპირებთ მონაწილეობას ამ აქციაში. რაში? 4 ოქტომბრის აქციაში. აქციაში რა საკვირველია, იქ უნდა გამოვიდეთ რაც შეიძლება. ანუ ეს სპექტაკლი, რასაც ესენი 4 ოქტომბრის არჩევნების სახით დგავენ, ეს ჩვენ ბოლომდე უნდა გავაბანძოთ, რასაც ქვია, იმიტომ რომ ეს არის სრული ფარსი. ხო? ეს უნდა გამოააშკარო და ჩვენი ასე ქუჩაში გამოსვლით და დემონსტრაციულად ამ ბოიკოტში ყოფნის, ამ არჩევნების ბოიკოტში ყოფნის და გაპროტესტებით, ეს უნდა ჩვენ აბსოლუტურად დავაფიქსიროთ. ეხლა იქ არ ვიცი მე ხა მე არასდროს არ მქონია ის განცდა ეხლა რომ 4 ოქტომბერი რომელიმე ერთი კონკრეტული დღე შეიძლება იყოს გარღვევის რაღაცა განსაკუთრებული გარღვევის დღე, ეს დღე შეიძლება დადგეს რაღაცა განგზობადი პროცესის ფარგლებში, მწყობრი პროცესის ფარგლებში და რაღაც პიკზე, სადაც გარღვევა მოხდება. მე ესე აღვიქვავ. მაგრამ რეალურად ამათვის ეს 4 ოქტომბერია თუ სხვა 5 ოქტომბერია თუ ნებისმიერი ის პიკური მდგომარეობები, სადაც მათ შეიძლება თავისი ჩამოეშალოთ ეს რეჟიმი, ეს არის მათთვის პრობლემა. ამიტომ ამის პრევენციას ცდილობენ რეალურად რა. და შესაბამისად, ანუ ასე თუ შევხედავთ ჩვენ დავინახავთ ჩვენ საზოგადოების როლი რა არის. მე როდესაც ვამბობ რომ ამ რეჟიმს ეს არ უშველის, აქ არ გულისხმობ ეხლა რომ აპრიორი გადარჩენილები ვარ. ჩვენ თუ არაფერს არ გავაკეთებთ ამს დაამყარებენ ამ მონათლობელურ რეჟიმს და მე და თქვენ აქ ვეღარ ვისაუბრებთ და იქნებიან სხვა ადამიანები, რომლებიც ისაუბრებენ რა კარ ქვეყანაში ვცხოვრობთ და დანარჩენები ყველა იქნებიან მონები. ხო? ესენი იქნებიან მონის მსახურები, რომლებიც ემსახურებს რა ქვია ბატონის მსახურები, რომლებიც ყველას ეუბნებიან თქვენ მონობაში კი არა, კარგ საქართველოში ცხოვრობთ, ხო? ანუ ეს იქნება. ჩვენ თუ ამს არ გავაკეთებთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ გავაკეთებთ, იმიტომ რომ წინააღმდეგობა არსად არ მიდის, წინააღმდეგობა მწიფდება და მე ვხედავ სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს, რომელიც ანუ შინაგანად იღებს გადაწყვეტილებას და შიშის გადალახვის პროცესი მიმდინარეობს ახლა, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად და მკაფიო და მრავალფეროვნად გამოიყენებ ამ რეპრესიის ინსტრუმენტებს, შიში ეს იწვითება, ცვეთა ახასიათებს ამას, ხო? და მე საპირწონედ დგება რომ სად მივდივარ და ახლა რისი გარისხვა მიწევს, ახლა გაცილებით დიდი რისკი არის, ახლა ვიდრე მთელი ცხოვრებით, რა ქვია, 10 წლეულობით მონობაში აღმოჩნდეს, დავიყო სრულიად დაუცველი და სრულიად უუფლებო. ვიდრე გავრისკო, თუნდაც ციხეში ჩაჯდომით გავრისკო, თუნდაც ჩემზე ფიზიკური ანგარიშტორებით გავრისკო და შანსები იმისი რომ გარღვევა მოვახდინო, ამომაღლო თუ რა თქმა უნდა, ბევრი თანამოაზრეები მეყოლება და სხვადასხვა საზოგადოების, სხვადასხვა ჯგუფების, სეგმენტების, ინტერესთა ჯგუფები ამ ამბავში ერთიანი ხედვის ირგვლივ გაერთიანდებიან და ამის პოტენციალი ჩვენ აბსოლუტურად ნამდვილად გვაქვს. გასაგებია და ბოლოს აუცილებლად მინდა მეგის შესახებ კითხოს, მე შევახსენებ ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს, დაიჭირეს 23 წლის გოგო მეგი დიასამიძე, ბრალდებით რომ სხვისი ქონების დაზიანება, ხო, ანუ კალაძის შტაბთან გამოკლულ კალაძის პლაკატს რაღაცები მიახატა. ეს ნახატი მალევე წაშალეს, არაფერი არ დაზიანებულა, მაგრამ დაიჭირეს ამ მუხლით, ხო, რომელიც რაღაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ანუ აი კალაძის პლაკატი დაზიანების გამო, უბრალოდ რაღაცის მიხატვის გამო და ეს რო შემიფასო ნიკა როგორც იურისტმა და მე როგორც მოქალაქებრად. სამართლებრივ ნაწილში როცა შევდივართ, აქ რამდენიმე კომპონენტი მინდა რომ დავინახოთ. ერთი რომ ბრალი რითაც წაყენებული აქვს მეგი დიასამიძეს, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სხვისი მოძრავი ნივთის განზრახ დაზიანებას. დაზიანება, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, აქ უკვე რამდენიმე კომპონენტი არის გასაშლელი, ხო? სისხლის სამართლის კოდექსის ამ ნორმასთან ერთად ჩვენ გვაქვს ასევე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები, რომლებიც ფაქტობრივად იმავე შინაარსის ნორმას იმეორებენ. ერთი მაგალითად ადმინისტრაციულ სამართალდამღებელთა კოდექსში შეიძლება ვიპოვოთ, მეორე საარჩევნო კანონმდებლობაში. ისინი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ადგენენ. აქ თავის მხრივ, ანუ კანონმდებლობა იძლევა გარკვეულ, ასე ვთქვათ, ბუნდოვანებას და აქ სისხლის ნორმა რატომ
იყო შერჩეული პირველი კითხვა ეს ჩნდება თუ არა იმისთვის რომ პოლიტიკური ანგარიშწორება მომხდარიყო იმ ადამიანის მიმართ რომელმაც გაბედა და რაღაც მიახატა იქ ბანერზე ხო მეორე მომენტი აქ რა არის თან ეს გაკეთდა იმ დღეს როდესაც ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად ის ბრძოლა წააგო ანუ იმ წინა დღის ასე ვთქვათ ვანდალიზმის და დანაშაულების შემდეგ რომელიც მათმა ორგანიზებულმა ჯგუფებმა ჩაიდინეს მეორე დღეს წაგებული ბრძოლის გამო უბრალოდ ადამიანები დასაჯეს ხო და აი ამის აქტი გააკეთეს. ხა მეორე მომენტი რა არის აქ? გარდა ამ ნორმების ბუნდოვანებისა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მაშინ როცა სხვა შემთხვევებში იყენებდნენ ხოლმე ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას ახლა დააყენეს მხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისგებლობა აქ არის ძალიან საინტერესო რა მომენტი დაზიანება რას გულისხმობს ანუ ადმინისტრაციულ პასუხისგებლობის ნაწილში ჩავხედავ თუ სისხლში ორივე შემთხვევაში დაზიანების მომენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს დაზიანება არის თუ არა საერთოდ ეს არის კითხვა დაზიანებად ითვლება ნივთის ასე თუ ნივთის მიმართ ისეთი მოპყრობა რომელიც მის გამოყენებას შეუძლებელს ხდის მის თვისებას საგანსulis ხო ანუ მაგალითად გაჭრა დახევა ამ ნივთის კი ბატონო დაზიანება არის მაგრამ გაწმენდით როდესაც არის მის მოშორება ანუ შუშაზე იყო ხო საბოლოო ჯამში როგორც მოვხვდი ხო შუშაზე მიახატა და არა ქაღალდზე ვიდეოც არსებობს მარტივად რომ იწვია ანუ ეს კალაძის პლაკატი იყო შუშის უკან კი ბატონო და ამან შუშაზე მიახატა გარედან და შუშა გაწმინდეს გარეცხეს და მოშორდა და გოგო მაინც დაიჭირეს კი ბატონო სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადი არის როცა 150 ლარს აჭარბებს ეს ზიანი ანუ ჯერთი ნივთი უნდა დაზიანდეს ანუ ზიანი კი არ უნდა იყოს 150 კობახიძემ ეს პირიქით თქვა სხვათა შორის დღეს თუ დავუკვირდებით მის სიტყვებს არასწორად სამართლებრივად არასწორად თქვა ის მან ძალიან კარგად იცის რომ არასწორად თქვა მაგრამ უბრალოდ ასე აწყვეტ ანუ აქ ნივთზე მიყენებული ზიანი უნდა იყოს 150 ლარზე მეტი და ნივთზე მიყენებული ზიანი არანაირად აქ 150 ლარზე მეტი არ არის და საერთოდ არ არის საერთოდ არ არის აქ ზიანი ანუ ნივთი არ არის დაზიანებული გაწმინდეს შუშა და ეგ იყო არ ვიცი ხლა იმის წმენდის სერვისის იმას თუ მოიტანენ ეგ მე არ ვიცი მაგრამ ანგარიშ ფაქტურა რამდენი დაჯდა შუშის გაწმენდა შუშის გაწმენდა ამათ ისედაც მოუწევდათ ეს ჩვეულებრივი სერვისის ნაწილი არის როდესაც ოფისით სარგებლობდა ანუ მაგას თავი დავანებოთ მაგრამ ნივთი არ იყო დაზიანებული და ძალიან საინტერესო კომპონენტი ამის ხო ანუ არის სწორედ ეს რომ ნივთი საერთოდ არ იყო აქ დაზიანებული და შესაბამისად სისხლის სამართლის პასუხისგებლობა კი არა არანაირი პასუხისგებლობა არ უნდა შეერაცხოს მაგრამ როგორც ჩემი კოლეგები წერდნენ სხვათა შორის ამაზე და პრინციპში ქართული ოცნება მას არც უარყოფს და რაც საჯაროდ გავრცელებული ცნობებით შეგვიძლია რომ გადავამოწმოთ საერთოდ ეს ბანერი რამდენად კანონიერად იყო განთავსებული რამდენად ითვლება საარჩევნო სააგიტაციო მასალად აქ კიდევ კითხვის ნიშანი ჩნდება ან ის ნივთი კანონიერად იყო განთავსებული თუ არა ეს მეორე საკითხი მერის ნებართვა არ მჭირდებოდა მარტო მესაკუთრისო და მაქო ეგ მთლად მასე არ არის მაგრამ სასასწრაფო იქნება მერის ნებართვა არ გქონდეს მაგრამ ხო ანუ ეს კიდე ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი კომპონენტია მაგრამ აქ ყველაზე მთავარი არის ის რომ ნივთი არ დაზიანებულა ანუ ისეთი წარწერის გაკეთება რომელიც მას არ ანადგურებს არ ცვლის მის საგანს თვისებებს ეს დაზიანება არ არის კი ბატონო დათო სულ ერთი წუთი გვაქვს მეტი არა ნახევარი წუთი რომ ეს ფაქტი რო შემიფასო შენ 23 წლის გოგოს იჭერენ სისხლის სამართლის მებრძოლი ადამიანი რა უშიშარი მებრძოლი ადამიანია მე გიქნება მაგრამ მაგარი ოჯახის წევრები ყავს მათ იციან რა პროცესში იყვნენ წლებია ეს გოგო იბრძვის და ძალიან მაგარი ხასიათია ეხლა დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ იცის რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება რაც ამათმა გააკეთეს ეს აბსურდი რეალურად აი ხა რა თუნდაც სამართლებრივად შევხედავთ მორალურად შევხედავთ ეს ხო აბსურდი ამითი რა სიგნალს უგზავნიან თუნდაც თავიანთ მხარდამჭერებს ხო როგორ ქვეყანაში მოვდივართ ანუ ელემენტარული პატარა გადაცდომაც კი და ანუ გადაცდომა კი არა უბრალოდ ვერაფერს ვერ გააპროტესტებ ამ ქვეყანაში საყვედურსაც კი ვერ გამოთქვა ანუ ესეთ ქვეყნისკენ მივდივართ ეს არავის არ უნდა და ეს არის დაუშვებელი და შესაბამისად ამითი ანუ ამას ვიგზავნით რომ ისე დილემაში არიან რომ თან უწევთ აი ამ ძალის დემონსტრირება იდიოტური ფორმით რაღაცნაირი აი აბსურდული ფორმით და თან უწევთ რომ როგორმე ეს დააბალანსო რომ იმიტომ რომ ეს ძალის დემონსტრირება იწვევს წინააღმდეგობის გაძლიერებას ანუ როგორც არ უნდა მოიქცნენ წინააღმდეგობა მოდის ბიძინა მოდის წინააღმდეგობა ვერ გაექცევა ამ ამბავს უბრალოდ ჩვენ ქართველმა ხალხმა აქტიურმა საპროტესტო საზოგადოებამ ოპოზიციურმა საზოგადოებამ ძლიერმა ხალხმა ძლიერები ვინცო სუსტები გავიგე ხარო ძლიერმა ხალხმა უნდა გავიაზროთ ეგ რომ ჩვენშია ძალა და ამათ პატარა მიწოლა ჭირდებათ რეალურად რა ვიდრე ჩვენ გონიათ იმაზე ბევრად პატარა
რომ საპნის ბუშტებივით გაიფანტონ რა. და რაც უფრო სასტიკად მოიქცევიან, მით უფრო გაიზრდება მათ მიმართ აი ნეპალში რო ხდება ესეთი პერსპექტივა სხვათა შორის. ეგეც მათი დილემის ნაწილია. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დავით გუნაშვილი, ჯგუფი ფარი, ნიკა სიმონიშვილი, იურისტი იყო ჩვენი სტუმრები. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს დაკავებულების შესახებ და ასევე ვისაუბრებთ ამერიკაში მომხდარი მკვლელობის შესახებ, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. ας ჩვენ დავბრუნდით ეთერში, შეგახსენებთ, რომ სულ დაახლოებით 1 საათის წინ დააკავეს ლევან ხაბეიშვილი და ასევე დააკავეს მურთაზ ზოდელავა, ორივე პოლიტიკოსი ჩართული იყო 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში. ეხლა სუსტად იკრიბებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათი მხარდამჭერები. იქ იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი მერაბ პაპაშვილი, რომელსაც ჩავთავთ ეთერში. მერაბს მივესალმები, გამარჯობა მერაბ, თუ გესმის ჩემი. გასწორებ. და გისმენ რა ხდება ეხლა მან რო გითხრა ამის შესახებ. კი, მესმის მერაბ. კი, მერაბ, რამდენიმე წუთში როგორც მე ვხედავ, ნაციონალური მოძრაობის წევრები გააკეთებენ საგანგებო განცხადებას, მას შემდეგ რაც დააკავეს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. დაკავებიდან გავიდა დაახლოებით 3 საათი და აღსანიშნავი არის, რომ ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ანუ იქ, სადაც მოთავსებული არის ამ დრომდე ლევან ხაბეიშვილი, არ უშვებენ შიგნით ადვოკატს. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რას ფიქრობს თავად ბრალდებული ხაბეიშვილი იმ ვერსიაზე, რომელიც გახმოვანდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურ ბრიფინგზე. მე ვხედავ ახლა პარტიის ლიდერებს, ჩვენ შეგვიძლია რომ დავიკავოთ ჩვენი ადგილი და შევთავაზოთ მაყურებელს მათი პოზიცია. საინტერესოა რა იქნება მათი მთავარი გზავნილი. ჩვენ რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში პარტიის ლიდერების განცხადებას. მას შემდეგ რაც ლევან ხაბეიშვილი გაითიშა სიგნალი, როგორც კი დაბრუნდება სიგნალი, დავაბრუნდოთ ეს განცხადება ეთერში და მივცეთ პირდაპირ ეთერში რა სიტყვიან დაბრუნდა კი ბატონო. და ამ ყველაფერს უკავშირებენ 4 ოქტომბერს დაანონსებულ მშვიდობიან დამხობას, ასე ამბობენ თავად, თუმცა ფიქრობენ, რომ ამ დაკავებების მიუხედავად კვლავ ძალაში რჩება ეს გეგმა და ფიქრობენ, რომ მოსახლეობამ დღეს კიდევ ერთხელ დაინახა მათი შეფასებით, რომ თუ იქნება ერთობა ამ ერთი მიზნის გარშემო, მაშინ უფრო მარტივი იქნება ამ საერთო მიზნის მიღწევა. დაიწყო ბრიფინგი. იმისა, რომ ქართული ოცნება, რუსული რეჟიმი არის შეშინებული, არის სრულ პანიკაში, სრულ ისტერიკაში, იმიტომ რომ ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ დიახ, დღეს იდეის გარშემო, აი ამ იდეის გარშემო, რასაც ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა ქვია, გაერთიანდა სრულიად საზოგადოება. ისინი მათ ზუსტად იციან, რომ ისინი დასრულებულები არიან და 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიფორმებს კუთვნილ გამარჯვებას. 4 ოქტომბერს გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა. ქუდზე კაცი უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე. მეგობრებო, არ შეშინდეთ, არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან. ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ უკომპრომისოდ. დღეს აი ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაძლევთ პირობას, რომ ბრძოლა იქნება, უკომპრომისო ბრძოლა იქნება ბოლომდე და რაც თავარია, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. გამაგრდით პოლიტიკურად ყვეებო, ყველას მოგმართავთ. გამაგრით ლევან, მურთაზ და ყველა თითოეულ სინდისის პატიმარს მივმართავთ, რომ არც ერთი წამით არ დავიხევთ უკან. ვართ თქვენ გვერდით, ვართ ისეთი ძლიერები, როგორიც არასოდეს და დღესაც ხვალად ზეგაც უნდა ვიყოთ ქუჩაში, უნდა ვიყოთ მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრულები და 4 ოქტომბერს კულმინაციურ დღეს გავაფორმებთ იმ გამარჯვებას, რომელსაც იმსახურებს ქართველი ხალხი და რომელსაც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა. კი ბატონო, ეს იყო განცხადება, რომელიც გააკეთა ეხა სუსის ოფისთან, გააკეთა სოფო ჯაფარიძემ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა
შეგახსენებთ ლევან ხაბეიშვილი დააკავეს, ასევე მურთაზ ზოდელავა, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული 4 ოქტომბრის ორგანიზებაში. ჩვენ გადაცემის ამ ნაწილში ვაპირებდით საუბარს ამერიკაში მოხდა მკვლელობაზე, დილით როდესაც დაუგეგმეთ, გიორგი ლაბაძე არის ჩვენი სტუმარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის ცოდნეობის დოქტორი. გიორგი, მოგესალმები, ვიდრე თემაზე გადავალთ, ორი სიტყვით ხომ არ გვეტყვი ამბებზე, რაც ხდება ქვეყანაში და შემდეგ კითხავ მთავარ რაზეც მოგიწვია. დიდი მადლობა მოწვევისთვის. რა შეიძლება ეთქოს ახლა ჩემი აზრით, აშკარად როგორც ჩანს არ არის სასიამოვნო ქართული ოცნებისთვის ეს 4 ოქტომბრის აქციის საკითხი. ხა ბევრი მოსაზრებაა, რომ მაგალითად ზოგს მიაჩნია, რომ ეს წინასწარ დაგეგმვა რატომ და რატომ უფრო ადრე არა, მაგრამ როგორც ჩანს უსიამოვნო მათთვის უსიამოვნო პროცესებს და დღესდღეობებიან ზოგადად და მე მინდა მაინც გამოვეხო რომ ბურჭულაძის დაკავებას რომელიც მართლაც მინისტრი იყო და ასამბარია ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავება. როცა ჩვენ ლაპარაკობთ რომ ეს კორუფციაში არიან ჩართული ეს ადამიანები არ აკეთებენ ისეთ იმ მიმართულებით არავითარები თქვა ქართულ ჯარს, ხო, თავის სამინისტროს როგორც ეს საჭირო არის. მაშინ იყო ხო, მაგრამ რაღაც ხარვეზი აქვს შენს მიკროფონს, მაგრამ სანამ გაგისწორებენ ჯუანშერ ბურჭულაძის შესახებ წავიკითხავ ინფორმაციას, ან მარტო ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა არ დააკავეს, ასევე მათი ყოფილი თავდაცვის მინისტრი და მას კორუფციაში სდებენ ბრალს, ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი, რასაც თან ახლდა განსაკუთრებული დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, იცით რომ აი რაღაცა MRT-ის აპარატი ჰოსპიტალისთვის, გორის ჰოსპიტალში შეიძინეს და სპეციალურად გაზარდეს ფასი, რამდენიმე მილიონ ლარზე მეტით და უფრო ძვირად და შესაბამისად აი ასე აზარალეს სახელმწიფო, ამბობს სუსი. და მე უკვე ჯუანშერ ბურჭულაძემ ამ ფულით ესპანეთში ბინა შეიძინა, რომ მოკლედ ეს ბრალდება. გიორგი ლაბაძეს კიდევ ერთხელ ვუგუნდებით. ხო, აი რომ წარმოვიდგინოთ, მაშინ ჩვენ არასწორები ვიყავით ესე, როცა ამას ვამბობდით, რომ ეს ადამიანები ჩართულები არიან ესეთ საქმიანობაში, მაგრამ ეხლა თვითონ ჩასვეს ციხეში ეს თავიანთი ყოფილი თანაგუნდელი. ეხლა თუ ვიტყვით, რომ დღევანდელი მინისტრებიც ჩართულები არიან იმავე საქმიანობაში, ალბათ გვეტყვიან, რომ არა, მაგრამ რა ვიცი, ხა ხვალდაზე რა მოხდება. ასე რომ ეს ცოტა მორალისგან იცლება აბსოლუტურად. მე მგონი ეს ქართული ოცნების მმართველობა და რაღაცნაირად იმედია უახლოეს პერიოდში სხვადასხვა საშუალებებით იქნება ეს დასუსტებული მათი მმართველობა. კი ბატონო, და ეხლა მოდი მოკლედ უთხრათ იმ მკვლელობის შესახებ, რომელსაც დიდი რეზონანსი გამოიწვია ჩვენთანაც სოფლიოში, შევახსენებთ ჩვენს რადიო მსმენელებს და აყურებლებს, მოკლედ ჩარლი კირკი, ეს ადამიანი მე აქამდე არ მქონდა გაგონილი, ხა ასე აქტიურად არ ვადევნებ ამერიკის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებას და აუხსნათ ვინ იყო ეს ადამიანი, რატომ მოყვა ამ ამბავი და ამ ეტაპისთვის რაიმე თუ არის ცნობილი ვინ მოკლა და ასე შემდეგ. ჯერჯერობით არ არის ცნობილი ვინ მოკლა, რაღაც თავიდან რაღაც ვერსია გავრცელდა თითქოს ერთ-ერთი ადამიანი დააკავეს, მაგრამ გაუშვეს მერე ის. საქმე ის არის, რომ ჩარლი კირკი ახლა ესე ყოველდღიურად ნამდვილად არ შეგხვდება ჩვენ, იმიტომ რომ ფაქტობრივად შიდა პოლიტიკაზე იყო ორიენტირებული დიდწილად. რა თქმა უნდა, საგარეო საკითხებდა განცხადებებს, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ეს ადამიანი უკვე 10 წელზე მეტია, რაც ცდილობდა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ისე ჩარევას რა, ანუ ცდილობდა სტუდენტების მობილიზებას და ამ სტუდენტებისგან რესპუბლიკური პარტიის ხარდამჭერების, ესე ვთქვათ, აზრის შექმნას. ტრამპის იდეოლოგია, მაგას ასე ვთქვათ, იდეოლოგიის ერთგული ხარდამჭერი. კი ბატონო, ის უშუალოდ ტრამპის მოკავშირე იყო, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მოგვეხსენება, რომ არიან იქ რესპუბლიკურ პარტიაში რაღაც წრეები, რომელსაც მოსწონთ, რასაც ტრამპი აკეთებს, ან არ მოსწონთ. და ეს ადამიანი საკმაოდ დაახლოებული იყო ტრამპთან, მათ შორის ოჯახთან და მისთვის მნიშვნელოვანი იყო მოკლედ პრეზიდენტ ტრამპის ეს მიმართულება, რასაც იგი აკეთებდა, მათ შორის ირანის დაბომბვა იქნებოდა ეს თუ სხვა თუნდაც საგარეო პოლიტიკური ამოცანები, ის ყოველთვის ამბობდა, რომ ეს არის სწორი. რატომ მოყვა ამ ხელა რეზონანსი? იმიტომ რომ საერთოდ სტუდენტურ მოძრაობებში და კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ყოველთვის არის მხარდაჭერა უფრო მეტად დემოკრატებისკენ და უფრო მეტად ლიბერალურად არიან განწყობილი ახალგაზრდები
რაშიც აი ჩარლი კიკმა შეიტანა დიდი წვლილი, რომ ეს მომხდარიყო პირიქით და სხვათა შორის აი ბოლო არჩევნებში 24 წელს ძალიან გაიზარდა ჯენზის ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც რესპუბლიკელებს დაუჭიეს მხარი წინა არჩევნებთან შედარებით. და ამაშიც სწორედ ჩარლი კიკის როლი იყო ძალიან დიდი, ამას ყველა აღიარებდა. ასე რომ მის ფიგურას ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა განსაკუთრებით აი ამერიკის საარჩევნო სისტემისთვის დამახასიათებელი პირობებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, მისი დაკარგვა რესპუბლიკური პარტიისთვის და მემარჯვენე მოძრაობებისთვის არა მხოლოდ ამერიკაში, მსოფლიოს მასშტაბითაც მე ვფიქრობ ესე, რომ ძალიან დიდი დარტყმა არის და ასევე ეს არა მხოლოდ ესე ვთქვათ, ტრაგიკული მოვლენაა, არამედ ამას შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სირთულეები, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, რესპუბლიკელების ადმინისტრაციიდან ეხლა იქნება გარკვეული რეაქცია. ჩვენ უკვე ვნახეთ მარკო რუბიოს პოზიცია, რომ ის ხალხი მსოფლიოს მასშტაბით, ვინც ჩარლი კირკის ესე ვთქვათ, აი ამ ყველობას გაამართლებს, ან მოიწონებს, ან რაღაცა მსგავსებას გამოხატავს, შეიძლება შეეძლოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. ასე რომ ასეთი მნიშვნელობის პიროვნებასთან გქონდა საქმე. რა შეიძლება შეცვალოს ამან? ეს რადიკალიზაციას გამოიწვევს პროცესს ყველა შემთხვევაში. მოითხოვენ რესპუბლიკელები, რომ ძალიან მკაცრი იყოს მიდგომა, რა თქმა უნდა, იმის მიმართ, ვინც ჩაიდინა დანაშაული. მეორეს მხრივ მოითხოვენ მემარცხენე პოლიტიკებში უფრო რადიკალურ ჩარევას და თავიანთი მხარის უფრო მეტად გაძლიერებას და მე არ გამოვრიცხავ, რომ აი იზოლაციონისტმა რესპუბლიკელებმა, მათ შორის ტაკერ კაუნსელმა, ვიცით ჩვენ ეს ადამიანი ხომ, რომელიც ინტერვიუს ატარებს პუტინთან და ასე შემდეგ, მათ შორის ამ ხალხმა მოითხოვონ უფრო მეტად შიდა საკითხებზე ორიენტირება შეერთებული შტატების, რამაც საგარეო საფრთხეები და საგარეო გამოწვევები კიდევ უფრო დააყენოს ალალ ბეძე და კითხვის ნიშნის ქვეშ. ასე რომ მე ყოველთვის ამბობ ხოლმე, რომ მსგავსი მოვლენები ეს არის ძალიან ნეგატიური მოვლენები, იმიტომ რომ ის არამხოლოდ იმის უფუჭებს ამერიკას ერთის მხრივ, არამედ ის ატანინებს ყურადღებას ყველა შემთხვევაში შიდა მიმართულებებზე, რაც შემდგომში ესე ვთქვათ ხელს უშლის საგარეო პოლიტიკის კარგად წარმოებას და ეფექტიან წარმოებას. რომ ეხლა მაინც ძალიან რთული არის ამაზე ლაპარაკი, მაგრამ სამწუხაროდ იქ ნახე ბევრი გამოხმაურება ქართულ სოციალურ-ქსელებში, როდესაც მათ მოიწონეს ეს ფაქტი იმის გამო, რა ხან ვთქვათ არ ეთანხმებიან ჩარლი. ანუ ხელისუფლებამაც ძალიან იმას გამოიყენა ეს, ჩარლი კირკის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მსხვერპლეო მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა და პრემიერ-მინისტრმა და სხვებმაც ილაპარაკეს, რომ აი საქართველოში ვიღაცებს იწონებენ და პიარი ააგორეს. რა თქმა უნდა გამოიყენებდნენ ამას, იმიტომ რომ ეხლა რო წარმოვიდგინოთ ჩვენ ეს თუ პოლიტიკური მკვლობაა, ეხლა შეფასდა ეს უკვე ამერიკაში როგორც პოლიტიკური მკვლობა და ეს თუ ესე გაგრძელდა, რომ მემარცხენეებმა, მემარჯვენეები მოკლეს, მე აქეთ მემარჯვენეებმა აუღეს რაღაცა სისხლის აღებები თუ წავიდა რაღაცა შურიზიებები და მსგავსი სახის პოლიტიკური მკვლობები, ეს აღარ იქნება შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, ეს იქნება რაღაც შეუმდგარი სახელმწიფო, რაღაც ლათინური ამერიკის მსგავსი, რომლისგანაც ჩვენნაირი პატარა სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, ვეღარ დაელოდებიან შემდგომში ვერანაირ პოლიტიკურ მხარდაჭერას. ასე რომ ჩვენ არანაირად არ უნდა მოგვწონდეს, რაც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს, ესეთი სახის აქტები. აქ იყო ერთად ის, რომ უკრაინას არ უჭერდა მხარსო და ამაზე იყო ბევრი გაბრაზებული. რა თქმა უნდა, ეხლა მეც სხვა შორის, როდესაც დაიწყო ეს პროცესი, ეს ომი უკრაინაში, ეხლა მე მაგ ადამიანს დიდი ხანია თვალს ვადევნებ, მეც ძალიან გავბრაზდი, რა ვიცი, ცოტა გამიკვირდა კიდეც, რომ ესეთი მიდგომა იყო. მე მისი გარემოთვის გარკვეულ წევრებს შევხვდი კიდეც შეერთებულ შტატებში, თუმცა ნუ ეს მათი პოზიციაა გარკვეული მიმართულებით და მათ ჩვენ ამაზე გვისაუბრია, მათ მიაჩნიათ, რომ ევროპამ უნდა აიღოს უკრაინის დაცვა დიდწილად ხელში და თავისი ევროპის უსაფრთხოება და აქედან გამომდინარე ისინი არ ეთანხმებიან უკრაინისთვის გარკვეული დახმარების გაგზავნას. ეს არის მათი პოზიცია და ხა ამის გამო რომ თქვათ ვინმეს მოკლა კარგია მით უმეტეს ამერიკაში, სადაც რომელსაც იმიჯი სხვანაირი აქვს და სწორედ ამ იმიჯის გამო ამერიკა მე მგონი ეს მაინც არასწორი შეხედულება არის და უნდა დავფიქროთ რომ ეთანხმებით მძიმე სიტუაცია ყველგან თემ სოფლიოში ნახოთ ამერიკაში როგორ გაგრძელდება ვითარება ხო ეს მეგობარი აქტის შესახებაც მინდოდა გვესაუბრა ჩავარდა არ ჩავარდა სულ გვაქვს ერთი წუთი თუ შეგიძლია ამაზე თქვა მეგობარი აქტი როგორც ჩანს აი დაჩქარებულ წესს
აღარ გავა, გუშინაზეც იყო საუბარი, ეს 100 მხარდაჭერიასაც სჭირდება, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ გავა ჩვეულებრივი წესით. ანუ დროში გაჭიანურებულად შედარებით, მაგრამ არა ვთქვათ, აი მომდევნო კვირაში ან იმდინარე თვის განმავლობაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეგობარი აქტით ჩავარდა. მეგობარი აქტის მიღება შეიძლება, მაგრამ კიდევ ერთ დავამატებდი, რომ მეგობარი აქტის და კონგრესის გარეშე არსებობს მთავრობა, ამერიკის მთავრობა, სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელთანაც უფრო აქტიური და უფრო მჭიდრო კომუნიკაციებია საჭირო საქართველოსთან სხვადასხვა წრეების წარმომადგენლების მხრიდან, რაც დააჩქარებს ამ პროცესს. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. გიორგი ლაბაძე იყო ჩვენი სტუმარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის მეცნიერების დოქტორი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. მე გემშვიდობებით ხვალამდე, ხვალ 7:30-ზე შევხვდებით კვლავ ერთმანეთს.